კარგი ბიჭებო, ნახეთ, ეს არის ალმოდებული ტურბინა, ნამდვილი ძრავა სპაიდერმენის თვითფრინავიდან. ეს ნიშნავს, რომ ეს თვითფრინავი არასწორად დილას მიფრინავდა და ის სწორედ აქ ჩამოვარდა. ეს ყველაფერი შეიძლება მართალი იყოს, რადგან ეს ვიდეოები ინტერნეტში ვიპოვე. ჰეი ბიჭებო, ნახეთ, ეს ნამდვილი სპაიდერმენია და ის ყველას თავის თვითფრინავში ეპატიჟება. და შემდეგ ნამდვილი თვითფრინავი, რომელიც სპაიდერმენის თვითფრინავს გავს, ცაში დაფრინავს. ღმერთო ჩემო, ეს თვითფრინავი ისეთ მაგარ ტრიუკებს აკეთებს, მაგრამ შემდეგ რა მოხდა? ნახეთ, ეს თვითფრინავი იწვის, ის სპაიდერმენის თვითფრინავი ვარდება. ის ვარდება ზღვის ტყეში და ბიჭებო, უნდა დავეხმაროთ სპაიდერმენს, ის შეიძლება ჯერ კიდევ იქ იყოს. წავიდეთ ბიჭებო. უნდა ვიპოვოთ სპაიდერმენის თვითფრინავი. მოდით ბიჭებო, აქეთ. ეს კიდევ ერთი წაქცეული ხეა და ნახეთ, კიდევ უფრო მეტი კვამლია. მეტი კვამლი სწორედ იქაა. მოდით ახლოს მივიდეთ. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, კიდევ ერთ რამეს ხედა. ნახეთ, ეს თვითფრინავის ფთას გავს. და ზუსტად იგივე დიზაინია, როგორიც ადრე ტურბინის ძრავზე ვნახეთ. ნახეთ, აქ ბადეც ჩანს. ხედავთ მუჯდა წითელ ფერებს და ეს ობობა ზუსტად ისეთია, როგორიც სპაიდერმენს აქვს აქვე. ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნამდვილი სპაიდერმენის თვითფრინავი იყო და ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. სპაიდერმენს ჩვენი დახმარება სჭირდება. ის ჯერ კიდევ სადღაც იმ ტყეშია, ასე რომ უნდა ვიპოვოთ და უნდა დავეხმაროთ სპაიდერმენს. შეიძლება იქ იყოს, ამიტომ უნდა ვიჩქაროთ. წამოდი. ჰეი ბიჭებო, ნახეთ, იქ კვამლია, მაგრამ წითელი ფერისაა. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცა დახმარებას ითხოვს. ესე იგი სპაიდერმენი შეიძლება აქ იყო და თვითფრინავი ჩამოვარდნის შემდეგ წინდან დახმარებას ითხოვდა. და ნახეთ, ეს სპაიდერმენის თვითფრინავის კიდევ ერთი ნაწილია. მასაც აქვს წითელი ფერი, ლურჯი ფერი და აქვე რაღაც ქსელის ნახატი. ეს ძალიან მასიური და ძალიან დიდი ნაწილია. და ნახეთ, მან ეს ხე ისე ძლიერად დაარტყა, რომ მთლიანად განადგურდა. ეს სიგიჟეა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიპოვოთ სპაიდერმენი, უნდა დავეხმაროთ მას და უნდა გავიგოთ, რა იყო ავარიის მიზეზი. რას უყურებ? მოიცადე სპაიდერმენი, აქ ხარ სპაიდერმენი. არა? ბიჭებო, ეს სპაიდერმენი არაა, ეს სპაიდერმენის კოსტიუმია. მანის თვითმფრინავის ავარიის შემდეგ დაკარგა. ღმერთო ჩემო, ეს სიგიჟეა, ნამდვილი სპაიდერმენის კოსტიუმია. მაგრამ თუ ჩავიცვამ, სპაიდერმენის ძალები მომეცემა? მოდი შევამოწმოთ. ეს დაგვეხმარება ნამდვილი სპაიდერმენის პოვნაშიც. ეხლა ნამდვილი სპაიდერმენი ვიტვარ. მან თავისი კოსტიუმი დაკარგა, მაგრამ მე შემიძლია მისი ძალები გამოვიყენო, რომ ვიპოვო და ნამდვილი სპაიდერმენი დავეხმარო. ჰია! ჰუპ! ჰია! ჰუპ! სპაიდერმენი! ნეტავ მეც გქონდეს ობობის ქსელის გამშვები, რომ ობობის ქსელზე დავწერო. მაგრამ ნახეთ ბიჭებო, მოდი ყურადღებით ვიყოთ. ჩვენი სპაიდერმენის გამოძიების დასასრულებლად კიდევ მეტი ვიდეო უნდა ვნახოთ, რომ გავიგოთ რა მოხდა. პირველ რიგში სპაიდერმენი ყველა სპაიდერმენის თვითფრინავში იხმობდა. ყველა ძალიან ბედნიერი იყო, რადგან ეს ნამდვილი მოგზაურობაა. მერე ისინი დაფრინავდნენ, ხომ ასეა? და ისინი იღებენ ბილეთებს სპაიდერმენის თვითფრინავზე. ისინი ძალიან ბედნიერები არიან. ნეტავ მეც შემეძლოს ერთი ბილეთის აღება. შემდეგ ძლიერ სპაიდერმენს თავისი ნიუტები აგროვებს მოგზაურობისთვის, თავგადასავლისთვის. ხო, ის სხვებსაც თხოვს, რომ თვითფრინავში შეუერთდნენ. და შემდეგ, ფრენის შემდეგ რა ხდება? რაღაცამ თვითფრინავი დააზიანა, რადგან იქ ცეცხლი ჩანს. და შემდეგ ავარია მოხდა და იმ ტყეში ბევრი რამ იპოვეს. ასე რომ თვითმფრინავში რაღაც მოხდა. და ჩვენ უნდა გავარკვიოთ რატომ? და სად არის ახლა ნამდვილი სპაიდერმენი? მაგრამ მაინც მეპარება ეჭვი, ეს ყველაფერი რეალურია თუ დადგმულია? ბიჭებო, ვინ არის თქვენი საყვარელი პერსონაჟი სპაიდერმენში? დაწერეთ კომენტარებში, მართლა მინდა რომ ისინი მომეწონოს და არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება, ასე რომ წავედით. გავაგზავნოთ სპაიდერმენის ზებნა. მოდით ბიჭებო, უნდა ვეძებოთ სპაიდერმენი. შეიძლება სადმე ახლოს იყოს. ჰეი! ღმერთო ჩემო, ნახეთ, ეს რა არის? რაღაც შავი და ლორწოვანი დევს იმ გატეხილ ხეზე. ღმერთო ჩემო, ბიჭებო,
ვიცი რა შეიძლება იყოს ეს რაღაც. ეს შეიძლება იყოს ვენომი. ვენომმა სპაიდერმენის თვითფრინავს შეუტია. ასე რომ ბიჭებო, ეს მართლა მოხდა. ღმერთო ჩემო, ნახეთ. ეს არის ობობის ქსელის გამშვები. შეგიძლია გამოიყენო ის, რომ ნამდვილი ქსელი ისროლო, როგორც სპაიდერმენი, ის ასევე დაფარულია ვენომის ლორწოთი. მაგრამ მას აქვს უნიკალური ნიშანი სპაიდერმენის. შეგიძლია ეს რამე გაიკეთო და გამოიყენო როგორც ობობის ქსელის იარაღი, რომ ხეებს მოეჭიდო. ხო, რომ გამოიყენო ობობის ქსელები. კარგი. მოვაშორე მთელი ვენომის ლორწო და მოდი მცადოდ გავიკეთოთ ეს. ღმერთო! ისე კარგად მომერგო, თავს სპაიდერმენად გზნობ. ღმერთო, ეს სპაიდერმენის ნიღაბია აქ. ღმერთო, ამაზე ვოცნებობდი. თავს სპაიდერმენად. მან ყველაფერი დაკარგა ნიღაბიც და ობობის ქსელის გამშვებიც. მოდი ჩავიცვათ და ვცადოთ, კარგი? და მერე შეგვიძლია სპაიდერმენი ვიპოვოთ, რადგან მას ნამდვილად ჩვენი დახმარება სჭირდება. რადგან თუ ეს მართლა ასეა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სპაიდერმენს ვენომი დაესხა თავს, ასე რომ უნდა გადავარჩინოთ ის. მოდი ვიჩქაროთ. ღმერთო ჩემო, დროა ვცადოთ ეს. დიახ. ღმერთო ჩემო, ნამდვილი ობობის ქსელი, მოდი ვცადოთ. ვაუ! მე ნამდვილ სპაიდერმენს გავარ, ეს სიგიჟეა. ღმერთო ჩემო. თავს ისეთი ძლიერად და ძლევამოსილად უგრძნობ, როგორც ნამდვილი სპაიდერმენი. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიპოვოთ ნამდვილი სპაიდერმენი. ის სადღაც ახლოს ამ ფხეშია. მას ისევ სჭირდება ჩვენი დახმარება თვითფრინავის ავარიის შემდეგ. ასე რომ, წავიდეთ. მიყვარს როცა თავს სპაიდერმენად გრძნობ. ეს აბლაბუდის მსროლელი ძალიან მომწონს. იცადეთ ბიჭებო. მგონია რომ რაღაც დავიჭირე ჩემი სპაიდერმენის აბლაბუდის მსროლელით. მოიცადეთ, ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ეს სპაიდერმენის თვითფრინავის კიდევ ერთი ნაწილია. ობობა, რომელიც ლორწოთია დაფარული. ვენომი, შავი ვენომის ლორწოცარი. ღმერთო ჩემო, აქ წერია სპაიდერმენი, ასე რომ ეს ნამდვილად სპაიდერმენის თვითფრინავის ნაწილია. ასე რომ ეს თითქოს კუდია. ეს თვითფრინავი ძალიან მსუბუქი იყო, რომ ძალიან სწრაფად ეფრინა. თუ ეს ყველაფერი მართალია, თუ სპაიდერმენს ისევ ჩვენი დახმარება სჭირდება, შემიძლია ვივარაუდო, რომ ვენომმა სპაიდერმენის თვითფრინავ შეუტია და რაღაც ცუდი მოხდა. ამის შემდეგ სპაიდერმენის თვითფრინავი ჩამოვარდა, მაგრამ მოახერხა თუ არა სპაიდერმენმა გადარჩენა. ეს უნდა გავარკვიოთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სპაიდერმენი შეიძლება მკვდარი იყოს. ასე რომ იჩქარეთ, მოდით ვიპოვოთ იგი. წამოდით ბიჭებო, წამოდით. მთელი ეს სიტუაცია ცოტა საეჭვოა. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ მე მაცვია ნამდვილი სპაიდერმენის კოსტიუმი და ჩვენ ვეძებთ ნამდვილი სპაიდერმენს. ეს თითქმის შეუძლებელია. და ჩვენ ნახეთ ნამდვილი ვენომის ნაწილები. ეს უცნაურია, მაგრამ არა ისეთი უცნაური, როგორც ის აღმოჩენა. ღმერთო, ეს რა არის? ეს რაღაც გობლინის ბომბს გავს, სასროლ ხელკუმბარას, რომელიც შეიძლება აფეთქდეს თუ აქ დააწვევი. ის ანათებს და ჟღერს. ჟღერს ისე თითქოს აფეთქებას აპირებს. ჰუპ! რა? ეს როგორ შეიძლება? ეს ცოტა უცნაურია. ვიფიქრე რომ ვენომზე იყო, მაგრამ გობლინების აფეთქება ვნახეთ. ეს თითქოს ერთმანეთს არ ეწყობა. ეხლა ამ წუთას მგონია რომ რაღაც კოსპლეია, სადაც სპაიდერმენი, ვენომი და გობლინი იყვნენ. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ გამოძიება, რადგან სპაიდერმენს შეიძლება ჩვენი დახმარება დასჭირდეს. ან იქნებ ეს ყველაფერი იყო? არა, ეს ასე არ არის. უნდა გავაგზავნოთ ბიჭებო, სპაიდერმენი! თუ ცოცხალი ხარ, გთხოვ, რამე თქვი? არა, ვერაფერს ვისმენ, მაგრამ იქვე რაღაცას ვხედავ. ვაუ, ეს უფრო ჩამოვარდნილი თვითფრინავის ნამსხვრევებს გავს, არა? ეს შასის გავს. ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს. ამას ასევე სადესანტო შასისაც ეძახიან, რადგან თვითფრინავები ამ ტიპის შასის იყენებენ მთელი თვითფრინავის დასასმელად. შეიძლება ცდილობდნენ დაესვათ, მაგრამ შემთხვევით აფეთქდა. ხო, ეს ნამდვილად სპაიდერმენის თვითფრინავიდანაა, მაგრამ ის რა არის? ესეთი რამე არასდროს მინახავს. აქ წერია სპაიდერ ნიტრო და აქაც გვაქვს ობობის ნიშანი. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემს გუმკეტზეა. და შეხედე ამ მავთულებს. ასე რომ, ესეც სპაიდერმენის თვითფრინავის გატეხილი ნაწილია.
ნიტრო ადრეს სისწრაფისთვის გამოიყენებოდა, მაგალითად სწრაფი მანქანები. ყველა იყენებს ნიტროს და ნიტროქს, რომ ძალიან სწრაფად იარონ. ასე რომ შეიძლება სპაიდერმენის თვითმფრინავი ამ რაღაცას იყენებდა. ხო, ჰაერში ის ტრიუკები ვნახეთ. ასე რომ გონია ეს სწორედ იმ ტრიუკებისთვის გამოიყენეს. მაინტერესებს, ეს სპაიდერ ნიტრო კიდევ მუშაობს თუ არა? ვა, ნახეთ ეს, რა ძლიერია ბიჭებო. ვა, მართლა მაღლა მასვრის. აი. ვაუ, ნახეთ ეს? ეს უბრალოდ საოცრად სწრაფია. კი, ეხლა მართლა ხვდები, რატომ იყო სპაიდერმენის თვითმფრინავი ასეთი სწრაფი. ეს სიგიჟეა. ეს ძალიან კარგია. მაგრამ ბიჭებო, მოდით ყურადღება მოვიკრიბოთ. უნდა ვიპოვოთ სპაიდერმენი. შეიძლება ჯერ კიდევ ჩვენი დახმარება სჭირდებოდეს. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გავიგოთ თვითმფრინავის ავარიის მიზეზი და უნდა ვიპოვოთ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება ჩვენი გამოძიებისთვის. უნდა ვიპოვოთ სპაიდერმენის თვითმფრინავის კიდევ უფრო მეტი ნაწილი. წავედით. და როგორც ჩანს, კიდევ ერთი მტკიცებულება ვიპოვე. დიახ. სწორედ კიდევ ერთ გატეხილ ხეშია. და მგონია რომ ეს რაღაც ზუსტად სიდან ჩამოვარდა, ხომ ასეა, მაგრამ ეს რა არის? მას ნამდვილად სპაიდერმენის დიზაინი აქვს, როგორც მე და როგორც ჩანს, ეს რაღაც იარაღია. დიახ ბიჭებო, ეს არის ქსელის იარაღი. მოდით ვცადოთ. ამ რაღაცის დახმარებით შეგიძლია ნამდვილი ქსელები ესროლო და მტრები დაიჭირო. როგორ მუშაობს? არ ვიცი. აქ გვაქვს ქსელი, ნამდვილი ქსელი. შეიძლება უნდა გავიკეთოთ ობობას ნიღაბი, ხო? შეიძლება ნამდვილი სპაიდერმენი უნდა ვიყოთ, რომ ნამდვილი ქსელის იარაღიდან ვისროლოთ. ვაუ! მოიცადე ეს რა. სრულია დაფარული ვარ ობობის ქსელით. გაიქეცი. ღმერთო ჩემო, ნამდვილად არ ვარ პროფესიონალი როგორც ნამდვილი სპაიდერმენი, მაგრამ მაინც უნდა ვიპოვოთ ის ბიჭებო. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გავიგოთ, ცოცხალია თუ არა. ღმერთო ჩემო, სპაიდერმენო. იცი, მაინც მგონია რომ ეს რეალური არ არის, მაგრამ მართლა ბევრი კვალი ვიპოვეთ. სპაიდერმენი, სათხარ, ცოცხალი ვარ. სპაიდერმენი ბიჭებო, თუ ჯერ კიდევ უყურებთ და თუ გიყვართ ის ვიდეოები, რასაც ვაკეთებ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაქვს ოცნება რომ მივახციო 5 მილიონ გამომწერს. ასე რომ გთხოვთ, გამოიწერეთ ახლავე. და ნახეთ ბიჭებო, ეს რა არის? გამოიყურება როგორც თვითმფრინავის სავარძელი, ძალიან განსაკუთრებული და აქ აქვს სპაიდერმენის ნიშანი. But what is that? მაგრამ ეს რა არის? ეს პარაშუტია. სპაიდერმენი აქ ამბობს, რომ ეს სპეციალური კატაპუნტირებადი სავარძელია ზამბარებით, ასე რომ ის მუშაობს როგორც კატაპუნტი. ის თვითმფრინავიდან გამოაგდეს. და პარაშუტი გამოიყენეს ვარდნის დასანელებლად. მეგობრებო, მგონი ვიცი რა მოხდა აქ. სპაიდერმენი აქ იჯდა და თვითმფრინავს მართავდა, ხო ასეა? მან გაიგო რომ თვითმფრინავი მალე ჩამოვარდებოდა. ამიტომ მან დააჭირა რაღაცა სპეციალურ ღილაკებს და ამ სპეციალური სავარძლით გაფრინდა, ხომ ასეა? იმიტომ რომ მას აქვს ძალიან ძლიერი წითელი ზამბარები. ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნამდვილი სპაიდერმენი გადაურჩა ამ ავიაკატასტროფას. ღმერთო ჩემო, დიახ, მაგრამ რა იყო ავიაკატასტროფის მიზეზი? ეს ცოტა უცნაურია. ხო, ვიცით რომ სპაიდერმენი გადარჩა, მაგრამ რატო ჩამოვარდა სპაიდერმენის თვითმფრინავი? ეს რა არის? ბიჭებო, ეს განსაკუთრებულია. შიდა კამერა. და ის თვითმფრინავიდან იყო გამორთული. დიახ, ავარიის შემდეგ თვითმფრინავი ჩამოვარდა და ეს შიდა კამერა შიგნით იყო, ასე რომ მან ავარიის მიზეზი ჩაიწერა. და ჩვენ შეგვიძლია ჩავთოთ ის და გავიგოთ, სად არის ახლა სპაიდერმენი და რა მოხდა. ვინ დაესხა თავს სპაიდერმენის თვითმფრინავს? მოდი, ეხლავე ჩავთოთ. მოდით, ეს კამერა ჩემს ტელეფონს შევაერთოთ. შეერთებულია და ეხლა ბოლო ვიდეო ჩავთოთ. ეს სიგიჟეა. საუკეთესო ფრენა იყო ოდესმე. ღმერთო ჩემო, ეს შიგრიდან სპაიდერმენის თვითმფრინავს გავს. ყველაფერი ისეთი წითელი და ლურჯია, როგორც სპაიდერმენი. და ის ბიჭებიც სპაიდერმენის სტუმრებს გვანან. გავაგრძელოთ თამაში. მეგობარო, შეხედე ამას. ჰეი ბიჭებო, დღეს თქვენი პილოტი ვარ. არ არსებობს. ეს ცოტა უცნაურია. რატომ გადაწყვიტა სპაიდერმენმა პილოტობა?
ნამდვილად სპაიდერმენია? მისი ხმა ცოტა უცნაურია, არა ისეთი როგორიც პიტერ პარკერს აქვს, მაგრამ მაინც გავაგრძელოთ ყურება. ვაუ, შემძლით! როგორც იქნა? ფრენა დაიწყო. ხო, ზუსტად. ვაუ! რატო ქვირიან ისინი? ო ძმაო, ისე ცუდად ხარ. გაფუჭებულია თუ რაღაც მსგავსი? ისინი რაღაცას ამბობენ გაფუჭებულ შავ ზეთზე. ხო, შავი ზეთი ყველგანაა თვითმფრინავის შიგნით. გამავიხსნა ზეთის შეცვლა, ავარია გვექნება, მე გავდივარ. რა? რა ჯანდაბა? ღმერთო ჩემო. სპაიდერმენმა თქვა რომ თვითმფრინავში ზეთის შეცვლა დაავიწყდა და ავარიის მიზეზიც ეს იყო. ღმერთო ჩემო, ეს ნიშნავს რომ ეს არ იყო ორიგინალი თვითმფრინავი და ეს არ იყო ნამდვილი სპაიდერმენი. ეს ყველაფერი ყალბია. ეს ყველაფერი რაღაც კოსპლეი ან რაღაც მსგავსი და ეს თვითმფრინავიც ისეთივე ყალბია როგორც სპაიდერმენი. ღმერთო ჩემო, მაგრამ გონია რომ ყველაფერი მაინც კარგად დასრულდა, რადგან ეს კატაპულტი ვიპოვეთ, ასე რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ბიკებო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ ლაიქი დააჭიროთ, რადგან რაც შეიძლება მეტი ლაიქი გჭირდება და რა თქმა უნდა, არ დაგავიწყეთ გამოდეთ გამოწერა. ჩემი სახელია სლავი და მადლობა ყურებისთვის. მაინც მიყვარს სპაიდერმენი და ერთ დღეს ნამდვილ სპაიდერმენს ვიპოვი.